მოგესალმებით, მე ვარ ქიმერა, ეს არის მათიშა და დღეს გადავიღებთ ჩინური პროდუქტების დაგემოვნებას. ლუკას ეზიზღება სიმწარეები. ძალიან ბევრი რამე გვაქვს და სათითაოდ რომ მივყვეთ. მოდი დავიწყოთ ყველაზე ლაითით და მერე ყველაზე საზიზღრობები ვჭამოთ ბოლოს. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა, ლუკას არხის წინაც იქნება აღწერაში და აბაჰე შევბეროთ. პირველად დავიწყოთ ცოტა ლაითი რომ სიმწარე ცოტა ბოლოს შევოინაღოთ. კი ბატონო, მოდი ესენი გადავუწყოთ. მოდი მე ეგრევე გავიტრუპები და თუ ვიდეოში გინათ რომ ნახოთ გატრუპული? მე არ მინდა ზმო მონეტიზაცია რომ გამეთიშოს. ლუკას უნდა პირდაპირ ვაფეხებით რომ დავიწყოთ. და ბიჭო, გემრიელი ჩანს როცა. ეს არის ლაითი, ხო? ბაზარია, მოიცა. ბიჭო, გეთქო მანამდე რომ არ იყო ლაითი. მელას აქვს სპეციფიკური სუნი. პაკეტში. აი, ამიგე. ბოლომდე ვჭამფიცობე. ეს სხვადასხვა არის? ნახე ორი სხვადასხვა არის. სხვადასხვა, ერთი ალბათ სპაისია. ჰენგილინგუ რა არის? აი, შენ ეგ ჭამ, რადგან გამოგივიდა. ჰენგილინგუ, კაი, მე ამას შევჭამ. პროსტა ხوار დამესხმევა. ვინჩილინგ? არა. გამედაობა უნდა მოიკრიბო. ბევრი ხალხი გიყურებს. ბიჭო, შევჭამ შანსია რა, თან ისემშია დედი და არა, გემრიელი. რანაირად გახსენით? ქვემოთ ამ მხრიდან დაგწერეს. всё. просто როგორ ამოვიღო ბიჭო ეს. ეს მეგონი ხელნა მოუჭირო და ამოვაგდოთ, ხო? ამოვაგდო. ხელი მოუჭირო და პასპორტი. ხო, სუნი არ ვიცოდი. აუ, რამდენი რამე. აუ, ძმაო. მე ერთი მთლიანი მეგონა ბიჭო. ვაფშე შეგვიძლია გაუცინოთ მე ეს მაინც. გინდა ძმაო, გადი ეკიდა. არა, ძმაო, მე საჭმელს ვლაპარაკო, გამანებეთ. ამოვაგდო და გავუსინჯოთ. ესე გამოიყურება მეგობრება. თუ სუნი არ ქონდა ბიჭო, მაგრამ. ცოტი სუნი არ აქვს. დავაი, აი დიდი აი. აი ძმა, აი დიდნა კოლკას თუ რაც არის, აი მასავიოთ, აი. მივიჯახოთ. დავიმოვიდეთ. ხარია. იმიც ცხარია ვაიმე ეცა. ვაიმე, რა ცხარია, ბიჭო. გემო, ცუდი არა. ასე ქულებითაც შევაფასებთ. რამდენ ქულას და მაგარი ცხარია. ვაიმე. გემო, აი აგცა, მაგრამ little bit spicy. ჩიპსებს რო ასინჯებენ ხოლმე, ძალიან მწარე როა და იმენა ეგეთი როჟა. მოკლედ, გემო ცუდი არ ქონა, მაგარი ცხარე იყო, ისეთ ცხარე იყო, რომ არ გესიამოვნება რო ჭამო. ცხარე მიყვარს, მაგრამ არ მესიამოვნა რა. ამიტომაც დავწერდი 4 ქულას, აქედან შენამდენად შევ. გემო, თავიდან რა გემოც ქონდა 6 ალბათ რა. გემო კაი ქონდა სხვა შორს. მაგრამ მაგარი ცხარე. ცხარია ძალიან. საქართველოში პირველად შესაძლებელია ბანკის აპლიკაციაში ოფიციალურად და მარტივად იყიდო კრიპტო. ამისათვის დაგჭირდება სილკბანკის ანგარიში და $10 მაინც ანგარიშზე. შედიხარ აპში, ხედავ კრიპტოს ბანერს, ირჩევ ბიტკოინს, ეთერიუმს ან სხვა კრიპტოვალუტას და აწვევი ყიდვას. გილოცავ, შენიც უკვე როგორ შეიძინო კრიპტო მარტივად. შემდეგ დღეებში ნახავ როგორ იცვლება შენი კრიპტოს ღირებულება და დამიჯერე, ძალიან სახალისო და საინტერესოა. ასევე აპში არის ფუნქცია, რომელიც გიჩვენებს რომელიმე კონკრეტულ თარიღზე, მაშინ კრიპტო რომ შეგეძინა, დღეს რა მოგება გექნებოდა. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ არ გჭირდება კრიპტო ექსპერტობა. ყველაფერი მარტივია, ოფიციალური და უსაფრთხო. და გულწრფელად რომ გითხრა, 5 წელიწადში ის კრიპტო, რომელსაც დღეს იყიდი, შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს. ბანკს გარეთ რომ კრიპტო შეიძინო, უამრავი ნაბიჯის გავლა გიწევს. აი, Silk-Bank-ში კი სულ რამდენიმე კლიკი და კრიპტო უკვე შენთანაა. შემდეგია Crab Row Flour Brewed Beans. არ ვიცი, ეს კიბორჩხალა, ლობიოა თუ რა არის, მაგრამ ლობიო აწერია და კიბორჩხალას აწერია, ასე რომ ერთად გავიგოთ. მეგონი კიბორჩხალას აჭამეს და მე მაგან. მოიცა, ესეც არის და ეს იგივეა. ოკეი. ბევრია შეგინთან. просто იმედია მწარი არ იქნება ეს. სხვათა შორის თითქმის ყველაფერი მწარი აქვს მაგათ. რა ვიცი, ძმაო, მეგრელებზე უარესებით თუ იყვნენ მწარეში არ ვიცი. არა და არ მეგონა ეგეთ მწარებს თუ ჭამნი. აიღია აბა. ლობიოებია, კი? შეიძლება ლობიოა, უბრალოდ კიბორჩხალის რაღაც იმაშია შემწვარი. ამოვლებული? ხო. ვაუ! ძანძერსკია. ძანძერსკია, მაგრამ მიწის ხელის გემო. სვეჩი ესეთ რამე არ გამისინჯავს, ანუ. ან განსხვავებულია. ვა. ვაუ. მოდი აქ დაყარე ძმა და 10-დან დავუწერდი 900-ს. მართლა ძალიან გემრიელია. მე დაჟე 10 დავუწერდი. ცო? მართლა კაია. არც ლობიოს გემო არ აქვს. რავი, ლობიო მე არ მევასება ვაფშე. ბიჭო, ლობიოზე ვგიჟდები, მაგრამ ლობიოს გემო არ აქვს. მიწის ხელის გემო, გემრიელი მიწის ხელის გემო. კაია, მომეწონა. საინტერესო იყო. просто იმის სიმწარე ჯერ კიდე მაქვს ბიჭო. აუ, ამას რამდენი წელი გაახატია შეხედე. შემდეგი არის ლუკას გატრუბის Needle mushroom-ი. აჩიჩერი სოკო არის ალბათ. მე მევასება სოკო, თავარია ძალიან მწარი. მე სოკო არ მიყვარს. ძალიან იშვიათად ჭამ ხოლმე და წვენები გამოვასხა ეგრევე. რავი, აქ არ ვიცი რა ხდება. ჩვენ ჯობია პირდაპირ ესევე ამოიღო და ძალიან ბევრი სალფეტკი დაგჭირდება ამ ვიდეოში. აუ, ეს რანაირად ამოიღო ბიჭო. ეგრე მიდი.
ძმა. აუ ეს რა არის? ცოცხალი რაღაც თვალი დახუჭა კეფიცები. აუ მაგარი ცხარე სუნი აქვს ბიჭო. ძალიან ციცაკებში არის ამოვლებული. აბა გაგვიმარჯოს ლუკა. გაგვიმარჯოს. აი. მისნერი ცხარი არ ჩანს. იუათ რაც გავსინჯეთ. და გემოს სიმართლე გითხრა, გემო არ მომეწონა. რისი გემო ქოფში არ ვიცი. მგონი ეს პირდაპირ არა, ნაგავში. სიცხარე წამოიღო ჩემთან. შეიძლება შენთან მოყვა წიწაკა. ვაუ. მანახე ერთი მეს დაგეწევით. არა, უეჭველი, ძალიან ცხარი არის. აი, ცხარი ნაწილები ეთყობა პირდაპირ. ნახე, აი, ციცაკები, კიდე. всё. აი, ბლომად ამოვიღე მე. ცაკიანი ავიღე. აი, ბურთულები თუ რაღაცები ვარ. რავი, ამას მე დაუწერდი ალბათ 10-დან 1-ს. 3. მე ამას არ შევჭამდი არასდროს. სოკოს მუღამი აქვს. ხო და გასული ბიჭო. 2025-ის 9-5-17. მეც მაინც არ შევჭამ. იმედია გადავრჩებით. ეს პირდაპირ ალბათ ნაგავში წავა. შემდეგი არის ძალიან მაინტერესებდა ეს და სულ მინდოდა გასინჯვა. ბამბუ. ბამბუ? შამპუნი ძმა. კაროჩე, ბამბუკის შეგნეულობა გათლილია და რა გემო როგორი ექნება არ ვიცი. როგორია? ქვასავით რა მაგარია? ჯორბილი არის. ერთი სალი აიღეთ. ჩემი კაი. და სუნიც ეს რა არის? ბამბუკის სუნი არის. ხი არ ვიცი ბიჭო რა. რაღაცა სცენარის სუნი. ძალიან წოდი ფორმის აშენი. თან შიგნით წვენი არის, ნახე. დაცურავს. მივახანჯლავთ ერთი. მე ჩვენება თუ წნილის მუღამი აქვს. აქ მწნილები ყრია. დამწნილებულია ეს აშკარად. ალბათ აი თავიდან რო გაიზრდება, ის ხო მაგარი არ არის რა? და მაგას ამწნილებენ. გემო არ გამისწორდა. ბიჭო, უცნაურია პროსტა მაგარია. მე არ მომეწონა. პროსტა ესეც ცხარე რა, ნაირად არის. ამასაც სპაისი აწერია მგონი. ყველაფერი ცხარე აქვს. ეს არის ლუო გუოჩან. ამასაც 10-დან 0-ს დაუწერ, იმიტომ რომ ფაქტიურად ვერ შევჭამდი მე. ამას მაგარი გაუწოდა ძმა, აჰა ესეც არის. წნილია. დავაი, ჩემი მიწისქვილი მომეც. ზოგადად არ მევასება ახალი გემოები რა, მაგრამ საინტერესოა რაღაცნაირად. აუ ბოლომდე კი შეჭამე ძმა. რა პროსტა გემოს დაუწერ. ალბათ 6. შეერია ეს კაცი. წეჩი. ბრეიკი გავაკეთოთ. აქ გვაქვს ორი სასმელი, ერთი არის ენერგეტიკული, ერთი არის ლობიოს რძე. მოდი ენერგეტიკული დავიო. ხო, ან ბოლოსთვის შემოვიდა. ბოლოსთვის რო პროსტა გემო შევცვალოთ რა. აი, ბაზარი არა. მაგარი ცხარე იყო ეს. რავი, ლობიოს რძე თუ არსებობდა, მე ნახდათ არ ვიცოდი. შეფუთვა საყვარელი აქვს. შეფუთვა ლამაზი აქვს, დაჟე ეს პროენერგეტიკულს გავს. ძალიან განსხვავებული სუნი აქვს და სხვა შორის ცუდი სუნი არ აქვს. რაღაც ძალიან გემრიელი სუნი აქვს. გემრიელი სუნი აქვს კი. აუ ბიჭო, მაგარი ცხარე იყო, ძირში. აბა რა იყო? თქვენ გაგიმარჯვეთ, მეგობრებო. გაგიმარჯვეთ. იმედია გემრიელი იქნება, ჩავათქვარუნებთ პირს. არა, კაია ძმაო. ძალიან გემრიელია. ძალიან ტკბილია და კაია. განსხვავებული გემო აქვს. ლობიოს გემო ვაფშე რა აქვს. თან უკას ლობიო არ უყვარს. ვაფშე რა. ლობიო თუ იწველებოდა. მე წვერი ლობიო არ გინახავს რა. აი, ამას მივაყოლებ ხოლმე. რამდენს დაუწერ? ბიჭო, კამპოტის როჟაა, თითქოს სადღაც 7-8. მეც სადღაც 7 ფულას ფიქრობდი რა. გემრიელი იყო შორის და არ მოველოდი. ლობიოს რძე თუ მომეწონებოდა. ესეც შემდეგი მეგობრებო, ეს არის თევზები, ალბათ საფშია ამოვლებული. ესე გამოიყურება მეგობრებო. და შუქვევი და რატო ევასებად გახსნა ბიჭო? არა და ზემოდან არის ყველაფერი ვაფშე. არ ვიცი. ბოთლი რო არ არის, ქვემოდან გამიკვირდა. პაკეტებშია. ესეც იმედია ცხარე არ იქნება და სითხე არის. გემრიელი, ხო რაღაცა გემრიელი იყო. ოპა, დაცურავ შიგნით. რას გავშემი ეს რა არის? აუ მეგობრებო, ქათმის ფეხები იყო რაღაცნაირად. ბევრი თევზია ერთად. მე ეგ მეგონა თავიდან ქათმის ფეხები. ლუძე მაგარი გამისწორდება ძმო. თევზის გემო აქვს. თან მომწონს, თან არ მომწონს, საერთოდ. ეგრე ვარ. თან მუღამში ვარ. მეტი მინდა. თან არ მომწონს რა. აი, ლუთან წოში გამისწორდება. პირში გვექნება საოცარი გემოები ვიდეოს ბოლოს. შენ ამ გამიქცა თევზი. ბიჭო, გემრიელი არის, აი თევზის მუღამს ეგრევე უჭერ, მაგრამ აი რაღაცაში რა შეცამოლ უფრო გისწორდა. მით უფრო მომწონს. მეც. ამას დავუწერდი 10-დან ალბათ 5 ქულას რა. ან 6. სადღაც მასე 6-7 ვფიქრობ მე. ეგეც იმიტომ რომ თევზი მიყვარს. ეხლა აქ რო ლუდი მედგას. რა ლუდი ძმაო. ლობიოს რძე. ლობიოს რძე, მაგრამ არა, გეთანხმები. შემდეგი არის ისევ თევზი. აქ არის კრევეტებიც და ასევე არის თევზიც. აი როგორც ხედავთ და არ ამგონია ეს პროგრამირებული მეგონება. მე არ ამგონია ესეც მომეწონოს. ეხლა აქ არ ვიცი, კრევეტებიც თუ შედის და იგივე ზომის თევზი ჩანს. ხო, და ეს ბონი კრევეტი არის აქ. ამოიღე, კარგად, ამოიღე. გასინჯე, მიდი. თქოს ეს უფრო მომეწონა. მაგრამ ცხარია ეს. აქ ძალიან ბევრია შეწებულ ერთმანეთს. ეხლა წამოიღო. ცა რამდენი? მიდი. კაია, ამეც. საშინელება.
10-დან 2 დაუწერ მე. არა, ბიჭო. რატო? ვიდეოს მე წამოწამოც. არა, ძმაო, დღეს იმდენი ვჭამე, პროსტა გემრიელი, აი. იმის მუღამს ვჭამ. გემრიელი თევზის, ოღონდ წარე იმას შემოვლებული. ეს უფრო მეწონა ვიდრე ის. მე აშკარად აზიელი ვარ. 800. ხა გამეცხრა ყელში. ой, მე რა მწარია. მოდი ცოტა გემრიელზე გადავიდეთ ახლა. ეს არის მწვადის ჩიფსები. სოიოს соусით, ბარბეკიუთი და რა ვიცი, ესეთ ყველაზე გემრიელი ეს უნდა იყოს და. რამე გემრიელობა მინდა რა. ნახე. პირდაპირ ხელი ჩაყავე. მოვიღაცი. ესე გამოიყურება კაკაშკასავით, მაგრამ გემუკაი ექნება ალბათ. 1997 წლიდან უშვებენ ამ ჩიფსებს. მაშინ ვეჭველი კაი იქნა. ნახეთ. ის ის გემო, ანაკომი რო იყიდო რა. ეგ უნდა მეთქვა, მე ამოვალო რაღაცაში და გაახმო რა. აი, ანაკონს რო სუნელებს აყრიზევიდან და მე რო ჭამ პირდაპირ რა. ნუ კაია. მე მოგეთყო უკეთეს ველოდი. ვიზუალიდან გამომდინარე უკეთეს თან ჩანს. ფასი ღირს, მონი 10 ლარი ღირს, ეს თუ 6 ლარი აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ეგეთი გემრიელიც არ იყო. თან იაფასიანი ჩიფსის გემოს მიტოვებს. მაგრამ გემრიელი არის, მე გამისწორდა იაფასიანს. 10-დან 5-ს დაუწერდი მე. ძალიან კრიტიკული ხარ შენ, ხო იცი? ბიჭო, მე მოთხოვნადი კაცი ვარ ახლა, იქ ჩემი კრიტერიუმები გამოჩნია, იმიტომ რომ ბევრი რამეა გასინჯული ცხოვრებაში. კრიტიკული ხარო, ეს იცი რა კრიტიკულია საჭმელებთან. კარტოფილს რო ტყემალთან არ ჭამს, რადგან ტყემალია გზებიდან. კაროჩე, ამას დაუწერდი სადღაც 6-7-მდე. ეგეც იმის გამო რომ ხო მართლა იაფასიანის ისა აქვს რა, აი რო ჩაახრაშუნებ, ვერ არის რა ისეთ. ხო, ეხა სად ლეის რო ჭამ და სად ამას. ხო, აი ეგ მუღამი აქვს რა. შემდეგი გადავიდეთ ეს რა არის? ეგ რა ფეხა არის? უკანა ხარია. 8 ფეხა არის მგონი. 8 ფეხა კი არა, კრაკენია რა. კრაკენი. რამხელა რაღაცაა. აუ, ეს აუ, რა სიძახი მთლიანებია ბიჭო. ლიანისა, ტვინია გზევით. არ გამოვშტერდი. ისა პატარა სავი. არ გაურისკო. მოდი შენს დიდი აი. კაი, მომეც. არა, რამხელებია ბიჭო. მომეც დიდი, ჰა, კაი, პატარა არ გვინდა. გიგანტია რაღაც. პროსტა ბიჭო, ყველაფერი რაც არის, ისე იხსნება, რომ უნდა იწუწაო რა. თან ყველაფერი соусებში არის გარეული. ძალიან ევასებად соусები. აუ, რა სუნია, კაი, გამოვშტერდი. ემენა ჩინელის მოჯულია. ვიღაცა ჯავს და გვაფორებს. უცხოენა ემენა. შეჭამე რას გაიგები. ნახე იშლება. ბიჭო, ცვეთში ეს რა არის? ესეც სუნს არ ველოდი. ძალიან საზარლად გამოიყურება. ეს რა არის? ცვეთში მაგარი ცუდი ჩანს. სუნიც აი ვერ აგიხსენ. კაი, დავაი. დავაი. 3, 2 ვა, ბიჭო, ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან უცნაური გემოა. ძალიან მეტად გაზავებულია რაღაც სუნელებში. ხარია. ვეღარ შევჭამს მაო დიდი ბოდიში. ბიჭო, მე პროსტა ახალი რო არის, მაგიტო ვჭამ, ცოტა მეც. მუქთა არის, ხო? 10-დან 1. მეც ვერ დაუწერ, მაგრამ მართლა არ მომეწონა. ამას ცხოვრებაში აღარ შევჭამ, არასდროს აღარც გავეკარებ. შიგნით რაღაცა არის რაღაცა. შიგნით, ხო. მაგამდე არ ჩავსულ ვარ მე. ცოტა გემოეცლოა მე. აი რაღაც ხონაერი არის, არ ვიცი, აი რას მივამსგავს ეგეც არ ვიცი ბიჭო. შიგნით ხორცი გემრიელია. ხო. გარედან არ მომეწონა. ვაფეხა არის, ალბათ შიგნით ხორცით გამოტენილი რა. თორე ესეთი ხორციანი არ იქნებოდა. რამდენს დაუწერ? 3 ალბათ. მე 10-დან 2. ერთ ხო. პლუს 1 მივუმატე. ანუ ეგეც აი რო ვცდილობ რომ მოგეწონოს მაგ მხრივ, თორე ის ხონაერთ. აი რაღაცა ახალია, მოდი შანს მივიცემო და ეგერ ჩემი მიწის თხილია. მიდი, ეგ ცვეთში კაია. ლობიოს რძე და რა ვიცი. ლობიო მენები. თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები, ლაიქეთ ვიდეო, ავიდეთ 10000 ლაიქს და ლუკას არხიც გამოიწერეთ რა, ძალიან დიდი ხომა და ჩემი არხიც გამოიწერეთ 300000-ზე მალე უნდა ავიდეთ და ჯერ კი მე რას და მე უკვე დანარჩენი ყველაფერი ხო, იქნება. საქართველოში იმედია ერთხელაც მილიონი დაიდება რა. და ერთ-ერთი მათგანი მეც ვიქნები. ვაიმე, ლუკას, შემდეგი ლოკოკინებია. აუ, ეს ყველაზე მეტად მაინტერესებდა სხვათა შორის. ყველაზე მეტად გაინტერესებს, ყველა ბოლოს დავაგებ. თამენა აიღო. შემდეგი არის ლაწაუს სოსიჯები, სასისკები. ლაწაუ ლუკას არ აქვს გასინჯული, ჩემი და გიждდება ლაწაუზე. ანუ კაია, კაი. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც გიждდება ლაწაუზე და ნახეთ ახლა შე როგორ მოგეწონება. მოაგლიჯე. სუნია. სუნი იმაზე უარესია. უარესი სუნია. ანუ რაღაცა ეგეთი სუნია უარესი. ეს არის ხიმის გროვა. გროვა მართლა არ ვიცი. ძალიან ცხიმიანი არის. აი სუნი არ უნდა უსუნო იმენა. ეს უკას არჩეულია რომ იცოდეთ.
რომელი გინდაო აიღეო და ავიღე. რა ცხარია. ვაიმე, ესეთი ცხარი არ ყოფილა ესე. გულია მე ვაჭებირებს. ერთხელ ხო შეიძლება გემრიელი ვიდეო. ბიჭო, მე მგონი მართლა მშია და მაგიდო არ ვერ უწუნებ ზა. ყველაზე გემრიელი ხინკას არ ამერიკაში გადავიდო. ვაიმე რა ცხარი. არც მინდა გადაყლაპა ცუდათავარ. არა ძმაო, მაგარი ცხარია. აი, მოდი ისე ბრეიკი გავაკეთოთ. აღონდა ახალი წვენი, ხო? და შემდეგი იქნება ესეთი ენერგეტიკული, ესეთი უცნაური ლოგო აქვს, ჩინელი ჩაიდანია და ენერგეტიკული. ესეთ შეფუთვაში მე არ მინახავს. ხო, ანუ ზოგადად სხვანაირი კილებშია ხომ საქართველოში. მოდი აბა ნახოთ. თან გაზიანი არ არის. ჩემი აზრით, ლად ენერგეტიკულის გემო არ ექნება, მაგრამ გემო კაი უნდა ქონდეს. ჩაია ძმაო. გვაბოლებს ეს ხალხი გეფიცები. იმენა ენერგეტიკულს ეძახიან ჩაის. იმენა ჩაია. უშაქრო ჩაი. სვეჩი, უშაქროს ჩაი. აი პროსტა ფერო ჩადო ესე და ცოტა ხანი ჩაის გააჩერე. გემო აქვს, ჩაის ფერის გემო აქვს. ხო არ შეგვეშალა ვაფშე არა, ენერგეტიკულიო ეწერა. ჩაიდანია ხატია და ენერგეტიკული რანაირად არის. არ ვიცი. იმენა ჩაია ძმაო. აი ის ლობი უფრო გამისწორდა ვიდრე ეს. ამას დავწერე ალბათ 10-დან 3-ს. მე 2 დაჟე. ჩაის დიდი მოყვარული არც ვარ, ხშირად არ იმენა. ვსვამ ხოლმე, მაგრამ რავი მიყვარს ჩაი, მაგრამ საზღვრობა. მე არა ძმაო. ვერა. აუ ესეც საინტერესოა. გახსოვს? კი. ოპა, ესე ჩვენი შემდეგი საუზმე. დინერი ძმა. ნახე რა შეფუთვები აქვს. აუ, ყველაფერს ერთ და იგივე სუნი აქვს, ბიჭო. აუ ეს რა არის? გაფუჭებული რაღაცის სუნია ბიჭო. გამოიწერე ლუკარ. აი. და თვალები მეცოდება, აი როგორ შეჭამ. გამხმარია ბიჭო იმენა. ვაფშე ამის ჭამა შიგნეულობას ხედავ შიგნით. აა, და ნახე. ნექი არის ეს, ბიჭო. ისიც აქვს, მოიცა. ფეხსაცმელებში როდეს ხოლმე. რა დაინესტო. ბიჭო, რაღაც კანია გარედან. აი, ნახე, მარილია. სვეჩ შეგხوار არა ბიჭო. Don't თითო. ეს იჭმება თუ ვიზუალის ისაა პროსტა. არა, რა ვიზუალის ნექი ეწერა. აი, მოდი გავსინჯოთ, ხა, ჯანდაბას. თუ იბრიდებით ერთად დავიბრიდოთ დღეს, მო. მე არ ვაპირებ დავრედოს და რა ვიცი. არ კი აქვს თითქოს, თუ მეჩვენება. პირდაპირ იჭმევა. დავაი. ცუდი არა. თევზის მუღამია. თევზის გემო აქვს. აი, შემოვლილი თევზები რო იყიდება. მე მგონი ყველაზე ნორმალური ეს არის. მედია სწორად ჭამს და რამე არ უნდა არა, დავარიდოთ. ნექი ეწერა. პროსტა ძალიან მჩნევა. ჰა. ჩინიან შეჭამე? ხო. კაია. ეს შიგნეულობა რო აქვს შიგნით? შავი. მოდი მე დავდებ. ბიჭო, ტვინი ყველაზე გემრიელია ვარ გაგია. ცუდი არა რა. ესეც თვითონ ძალიან გაასწორებ და მგონი ლუდი უნდა ვიყიდოთ ვიდეოს მერე და სასწნაოები გვაქვს მო. ამას დავუწერდი 10-დან 7-ს ალბათ. მეც კი, მე 7. ლუდთან თუ ვსვავ. ხო. თორე ისე ხა ცალკე არ შევჭამდი რა. აი ძალიან გამომშრალია, ძალიან გამომშრალია. კრისპი შრიმპი აწერია, გამომშრალი შრიმპები. ხო, ხო. და ბოლო არის ლოგოკინები, რომელიც ლუკას ყველაზე მეტად აინტერესებდა და სხვათა შორის მეც ყველაზე მეტად ლოგოკინები მაინტერესებდა, იმიტომ რომ უცნაური არის. იმენა ნაჭუჭით არის? ეს რა არის? ეს უნდა დავუგეჭოთ ბიჭო. თუ პირდაპირ უნდა გადავყლაპოთ. მოდი გახსენდი აბა. დაიცა. ეს პუჩი რანაირად უნდა ჩავუდეს ბიჭო? კუჩი კაი ჩავავ თქვათ, მაგრამ იმანრანაირად უნდა გადაამუშავოს. ეს უნდა გადავყლაპოთ, უნდა ამოვხრიპოთ. და გატეხო ალბათ. ინსტრუქცია არ უწერ როგორ უნდა ჭამოთ. ჩემს თიმხელაზე ისეთი პატარებია რომ უნდა ჭამოთ პირდაპირ. ნაჭუჭით? მე ვიცი ესე ხრიპავენ ხოლმე ბიჭო ესე. ვენი შევხრიპე, მაგრამ აი ეს რაღაცა არ ამოდის, რამხელა რაღაცაა. არა, კაი ეს ხოთი შორის. ყველაფერი მოწონს მას. პროსტა არ ამოდის. არა, აშკარად ნაჭუჭით არ უნდა ვჭამოთ. არა, ძმო. არ გინდა ხავს ჩინელი ბავშვი. აი. ამოყოთა. ოპა! პროსტა მაგარი საჩალი ჩუა. დაგდეკ. გუის გემო აქვს. ესეც მწარია, ბიჭო. ხო. რანაირად უნდა ამოიღო ეს ბიჭო. არა. ესეთ რაღაცებს მე ვერ ვჭამ. არ არის ჩემთვის ეს ჩინური საჭმელები რა. გამოიძახე შაურმა და მაგის დედავატირეთო. თან 10 ლარი თუ 15 ლარია გადახდილი. დედა აფეთქებული, ერთ შაურმა მოგივა, ორ ძმაკაცი გაიყოთ. აუ, შიგნით რა ხდება. ბევრია. ყველაზე მეტად ვაფშე რა მოგეწონა. მე აღარ მახსოვს რა ვიჭამ. მესეგრება. აი ყველაფერი იყო. ყველაზე მეტად მომეწონა ის ლობიო. კრაბის. ხო. ეგ ძალიან გემრიელი იყო. ისიც ცუდი არის იყო, ჩიპსი რო იყო. ხო, მაგრამ იაფიანი გემონა, მე არ მომეწონა ეგიც. ყველაზე კაი მოკლედ რძის ისა ლობიო. ლობიოს რძე იყო. კაი და ის მეორე ლობიო. ანუ ლობიო გვევასება ქართველებს. მაგაზე ჩამოვყავით მე მგონი. ლოკოკინასაც დაუწერდი 10-დან 4. ან 3.
არა, ძმა მეცდა მეც. დაასაჩალი ჩუა რა, იმენა სანამ მაგას ამოიღებ და რაღაც თან პატარა ისინია ხორცებიაში. სადღაცო 5-6 ეგეც პროსტად საჩალჩეროა რა, თორე გემო კაი ქონა. მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი დაგემოვნება, გავიდით ბოლოში. თუ მოგიწონათ, აუცილებლად უნდა დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ არესელაკი, ასევე გამოიწერეთ ლუკას არხი, არხის ლინკი იქნება აღწერაში და დამიწერეთ კომენტარებში შემდეგი რა გავსინჯოთ და სად წავიდეთ. ჩემს კარგი იდეა იქნება რამე ინდური. ინდური. არა, ინდური Subscribe to my channel guys. არა, ინდური საჭმელები იმენა დაგხოცავს ალბათ და მოდი ინდოეთში შემდეგი ეგ იყო, ჩავიდეთ. დავაი. ინდოეთში ჩავიდეთ და იქ კაი, ინდოეთში შევერჩავთ. კაი, ჩემიანებთან ახლა რაღაცა უკან ძლივს გამოვიქეცი იქიდან. შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰე, გამოჩა ორმები.